ლევან ჩხაიძე ისლიტვიდან პირდაპირ ეთერში საუბრობდა და დღეს მთავარი ამბების შესახებ 5 საათზე კიდევ ერთხელ ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. რუსეთის ნაკრებთან დღევანდელი მატჩის დროს მთავარი მისია ანდრეი კირილენკოს განეიტრალება იქნება. რუსი კალათბურთელი ნაკრების ერთ-ერთი დასაყრდენი ძალაა და მას თამაშის ანგარიშის შეცვლა ნებისმიერ მომენტში შეუძლია. კოკოშკოვის გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ფსიქოლოგიური ბარიერები არ არსებობს და ისინი გამარჯვებამდე ბოლომდე იბრძოლებენ. მატჩი დღეს ზუსტად 19 საათზე დაიწყება. ქალაქ კლაიპედაში საქართველოს ნაკრებს 1500-მდე გულშემატკივარი ეყოლება. მატჩის დაწყებამდე კი ქართველი ტურისტები კლაიპედას ქუჩებში ერთობიან, სადაც მთელი დღის განმავლობაში ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები კონცერტებს მართავენ. რომ შემდეგი თამაში უფრო თავისუფლად ვითამაშებთ, უფრო კარგად გამოგვივა თამაში და მზად უფრო ვიქნებით რუსეთის წინააღმდეგ და რაც მთავარია მაინც რუსეთი ყველას უნდა ქვეყანას უნდა რომ რუსეთს მოუღო და ჩვენს გვინდა. თამაშის მერე რამ ცოტა უფრო დიდი ამბიციები გაგვიშთა ბიჭებს. ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი თამაში მოვიდა. ამან დიდი ისეთი დადებითი სტიმული მოგცა და უფრო მეტი შემართება. როგორც იცი, თვითონ რუსებიც დაკურებულები იყვნენ ამ თამაშით. ერთი-ორმა თვითონ წყნელმაც დაგულაპარაკა მე და ზაზას და ნამდვილად არ მოედოდნენ ესეთ თამაში ჩვენგან. რა თქმა უნდა, გულშემატკივრები ძალიან დიდი ფაქტორი იქნება ჩვენთვის ყოველთვის გვერდში გვიდგა. ძალიან რთული თამაში გველის, ვიცი თუ რა დონის და რა სიძლიერის გუნდია რუსეთის ნაკრები, შესწავლილი ყავს ნახეთ რამოდენიმე თამაში და საკმაოდ ძლიერი გუნდია. ეს წინა მსოფლიო ჩემპიონატ მას დაადასტურა რუსეთის ნაკრების სიძლიერე, მათ დაემატათ ისეთი მოთამაშე როგორც კირილენკოა, რომელიც NBA-ში თამაშობს, საკმაოდ გააძლიერა. რაც შეეხება ჩვენ გუნდს, გუშინ საკმაოდ კარგი თამაში ჩაატარა. გუნდი მზად არის, გვესმის თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს თამაში ჩვენი გუნდისთვის, მთლიანად ქვეყნისთვის და ვესწრებით საკმაოდ კარგად და დაძაბული შეხვედრა იყოს ბოლომდე. ესეთი არის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ევროპაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ბოლომდე იბრძოლონ და ღირსეულად ითამაშონ და ჩვენ გარკვეული იმედიც გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ბრძოლით შედეგს მივაღწევთ.